ლეჩხუმის მთავარი სანახაობის ხვამლის მთის სანახავად მივდივარ. იმ იმედით, რომ ამინდი მალე შეიცვლება. აქ კი ამ კუთხის ყველაზე საოცარი ჩანჩქერის თავზე მივაბიჯებ. ნახეთ რა ხდება აქ. აქ ის ადგილი მინდა გაჩვენოთ, რომელზეც ბევრს საერთოდ არაფერი ხსმენიათ. აი აქ კი იმ სკოლაში ვიმყოფები, სადაც სულ 12 მოსწავლე სწავლობს ჯამში. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სოკართან ერთად მოგზაურობა საქართველოს გარშემო გრძელდება და ამ ვიდეოში ჩვენი გაჩერება ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი კუთხე ლეჩხუმი. და შეგახსენეთ მეგობრებო, რომ ჩემი არხის სპონსორია ასლა. გამარჯობა მეგობრებო, გრძელდება საქართველოს გარშემო მოგზაურობა. ვიმყოფებით, როგორც ხედავთ, გორის სოკარის ბენზინგასამარ სადგურთან და პირველი შემთხვევაა, როცა ღამით ვიწყებთ ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან გვიან მივდივართ საოცარ კუთხეში, ლეჩხუმში. ხო, კიდე ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ. მოკლედ, სოკარის აპლიკაცია გადმოწერეთ, რეგისტრაცია გაიარეთ ჩემი პრომოკოდით, შემდეგ გააქტიურეთ ციფრული ბარათი და დაგერიცხებათ ანგარიშზე 3 ლარი საჩუქრად სოკარისგან. და შემდგომში ეს აპლიკაცია ბევრ ამისი გამოგადგებათ, იმიტომ რომ ბევრი კარგი ფუნქციები აქვს. სოკარს უღრმესი მადლობა, რომ არსებობს ეს ძალიან მაგარი პროექტი. გავემართეთ ლეჩხუმისკენ. ლეჩხუმში მოსახვედრად 3 გზა არსებობს. ამბროლაურიდან, ქუთაისიდან და წყალტუბოდან. ჩვენ ქუთაისიდან ავედით და სოფელ ღვირისში საოჯახო სასტუმროს ზანდურის სახლს მოვადექით. ჩამოვედით ლეჩხუმში, ცოტა გვიან მოგვიწია ჩამოსვლა და მოვედით ზანდურის სახლში. ძალიან საინტერესო ადგილია, ხვალ აქ უკეთ გაჩვენებთ ყველაფერს. ეხლა დავბინავდეთ. მოსვლისთანავე ქალბატონმა მანონიმ საოცარი სუფრა გაგვიშალა და ძალიან თბილად მიგვიღო. აი ასეთი სტუმართმოყვარეობა იციან ლეჩხუმში. ესეთ სიტუაციაში, ესეთ გარემოში სულ სხვა გემო აქვს საჭმელს და ყველაფერი ძალიან გემრიელია, ყველაფერი ძალიან კაი. ეს უნდა აღვნიშნო, ღვინო არის უგემრიელესი. ესეთი ღვინო კაი ხანია არ დამილევია. ჩემი დიდი რეკომენდაცია აქაურობას. თან ჯერ ამ წამს მოვედით. დაგათვალიერებინეთ მეგობრებო, ჩემს ნომერს ზანდურის სახლში. ასეთი უზარმაზარი ნომერი გვაქვს. შვენიერი სისუფთავია და რა ვიცი, მეტი რა უნდა გინდოდეს ესეთ ადგილზე. ჯერ არაფერი არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ხედები გვაქვს. აი ამიდან მაგას ყველაფერს ხვალ დილით მოკლედ გაჩვენებთ. შვენიერი დილა გათენდა მეგობრებო, ვიმყოფებით სოფელ ღვირისში. სოფელ ღვირისში მდებარეობს ზანდურის სახლი. აქ თქვენ დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო, როგორც ხედავთ, გემრიელი კერძები, სხვადასხვა მასტერკლასები ტარდება აქ და მოკლედ ისიამოვნებთ ლეჩხუმის არაჩვეულებრივი ბუნებით. ზანდურის სახლის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დავიწყეთ. სტუმრებს ვთავაზობთ აქ სხვადასხვა მომსახურეობას, საოჯახო სასტუმრო გვაქვს, სადილის სერვისებს ვთავაზობთ ასევე მასტერკლასებს, ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების, ღვინის, თაფლის, ხორბლის თავისთავად. მიმართავ თქვენს მაყურებელს, რომ მეტი მხარდამჭერა გამოუცხადო, ლეჩხუმს გვეწვივნონ და ჩვენც ვეცდებით, რომ სანაქებო სტუმარ-მასპინძლობა გავწიოთ და კმაყოფილი წავიდნენ ჩვენი მხრიდან. აბა რო გვიამბოთ რა ხდება? სოფლიოში არის 20 სახეობის ხორბალი, აქედან 5 ქართულია, ამ 5-დან 4 აღმოჩენილი და შესწავლილი არის ლეჩხუმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენად თურქეთს ერთი ენდემური სახეობა აქვს, ირანს ერთი, სირიას ერთი და წარმოიდგინეთ, როცა წინა აზია ხორბლის სამშობლოდ ითვლება, ლეჩხუმში რომ 4 ენდემური სახეობა აღმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანი. აქ გვაქვს ის ეთნოგრაფია, რაც ხორბლის მოყვანა წარმოებასთან იყო დაკავშირებული. ამ ეტაპზე ჩვენ აქ ვეწევით ამ ენდემური ხორბლების აღდგენა პოპულარიზაციას და ვოცლებობთ იმაზე, რომ ოდესმე დიდი ყანები დავწესოთ და ზანდურის პური გამოვაცხოთ. სოფელი ღვირიში შემთხვევით არ აგვირჩევია გადასაღებად. სწორედ ამ სოფელში მდებარეობს ლეჩხუმის ჩემი სუბიექტური აზრით ყველაზე საოცარი ჩანჩქერი. ზანდურის სახლიდან 5 წუთიც არ დაგჭირდებათ მანქანით პირდაპირ ღვირიშის ჩანჩქერს მოადგებით.
მშვენიერი გზა მოდის, იდეალურად მოხვალთ აქ მოკლედ ნებისმიერი მანქანით და აქვე გზის პირზე არის აი ეს შუშის გადასახედი. და რაც თავარია, აქედან გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი ხედები. საოცარი ადგილია და ძალიან ამაზე ჩანჩქერია. ამ ჩანჩქერს აქედან ახლა ზემოდან დავყურებთ, თუმცა შეგვიძლია წინიდანაც ვნახოთ, აი ქვემოთ არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ჩახვიდეთ და სხვა მხრიდან მოკლედ დაინახოთ ეს ჩანჩქერი და რა თქმა უნდა, მაგ ადგილსაც გაჩვენებთ. ესეთი ღვირიში ჩანჩქერი პირველად ნახე, ანუ სულ დრონით უყურებდი ამ ჩანჩქერს და ესე პირდაპირ ახლა პირველად ვხედავ ლაივში. თუმცა ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად შეიძლება შეიცვალოს ეს ჩანჩქერი ერთ ღამეში წვიმის შედეგად. მეორე დილით წვიმიანი ღამის შემდეგ ისევ მოვედით აქ და ღვირიშის ჩანჩქერი ბევრად დიდი, ბევრად წყალუხვი და ბევრად მრისხანე დაგვხვდა. ნახეთ რა ხდება აქ. წყალს შეხედეთ, რამდენი მოდის. საერთოდ სხვა ჩანჩქერი იყო გუში. საერთოდ სხვა ჩანჩქერია წვიმის შემდეგ. მეგობრებო, ეხლა გავიცანი მაგარი კაცი. ეს არის ირაკლი, აგერ ზანდურის სახლში მოვიდა და არის ერთადერთი ბავშვი სოფელ ღვირიში. სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასელი ყავს სხვა სოფლიდან და ასე თუ ისე მაინც ახერხებს გართობას. ვისთან ერთად თამაშობ, ვისთან ერთად ერთობი. რანაირად ახერხებ? არავინ არა. თევზავ მარტო? ახში რო გიკვდი. ანუ YouTube-ით ერთობი, აბა სხვა ბავშვი არ არის სოფელში და. აი, შენი საყვარელი 3 YouTuber-ი მითხარი. შენ, გიორგი დანელია და აუ კიდე. კიდე ვის უყურებ, აბა? კაკოს. კაკოს. მასთან საუბრის შემდეგ დავინტერესდი რა სიტუაცია იყო მის სკოლაში და გადავწყვიტე მომენახულებინა. ვესტუმრეთ ღვირიშის საჯარო სკოლას, სადაც მეგობრებო სწავლობს სულ ჯამში 12 მოსწავლე. წარმოიდგინეთ, 12 მოსწავლე. და შევიდეთ დავათვალიეროთ, გავიცნოთ მოსწავლეები. ეთილი იყოს ჩემი ფეხი. აბა თქვენი კლასი მანახეთ ბიჭები. ერთი მერხი აქვთ. რა საყვარლოა. გიყვარს სკოლა? სკოლაში არ ვული არ გეზარება, ხო? არა. შენ? მოდი, აბა სიმართლე მითხრა. გეზარება თუ არა? ხან ხარ. შენ ესე იგი მარტო ხარ. ისურვებდი კლასელს, ხო? რთული არის გაკვეთილებზე მარტო ყველაფერი შეზიარეს. ანუ გინდა არ გინდა შენ გიძახებენ. იმის იმედი არ გაქვს, რომ სხვას გამოიძახებენ და გადარჩები, ხო? იძულებული ხარ ყველა გაკვეთილი მომზადო. სხვა გზა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს კლასში მარტოებს ან ორს ერთად უწევთ ყოფნა, ისინი აცნობიერებენ, რომ ეს მათთვის რაღაც მხრივ პრივილეგიაცაა. ასე ისინი ბევრად კარგად ისწავლიან და მასწავლებელიც მთელს თავის ენერგიასა და ყურადღებას მათ მოახმარს. მასწავლებელთან პირისპირა ვარ და ეს ხელს გვიწყობს, რომ უკეთესად გავიგოთ და გავინახოთ ეს ყველაფერი. ანუ ბევრად შინაურულად ხარ და ბევრად კარგადაც სწავლობ. როგორც სახე, ეს სახე. მე მაგალითად ახლა ისე გავიზარდე, რომ ყველა სკოლაში სერალი გვეზარებოდა. შენ როგორ ხარ მაგან ბავთ? აი, მე პირველად შეამონებს სკოლაში მოსვლა, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა რაღაც ახალს სწავლობ ყოველჯერ როდესაც სკოლაში მოდიხარ და ეს ძალიან საინტერესო. ძალიანაც გული არ წყდება, რომ ხანდახან ხშირად მარტო ხარ. საერთოდაც არა პირიქით. მაგარი გულხაზლებს. მასწავლებელი ბავშვებზე ბედია. უღრმესი მადლობა, რომ ესე თბილად დავხვდით. გაიხარეთ, აბა წარმატებები. ღვირიშიდან სოფელ ლაილაშში გადავინაცვლეთ. ლაილაში ცნობილი აუზი უნდა მეჩვენებინა თქვენთვის, რომლის ფოტოებსაც ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში. ასეთი შვენიერი ხედები გვაქვს, წყალსაცავიც რაღაც ნაწილიც მოსჩანს და სოფელი ლაილაში, რომელიც ძალიან ლამაზია და მის უკან საოცარი მთები. კარგი ადგილია ძალიან. აქ როგორც ჩანს
კაფეც ფუნქციონირებს ალბათ უფრო ზაფხულში, იმიტომ რომ ეხა დაკეტილია. ეს არის საკმაოდ ცნობილი აუზი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში დამშრალია, თუმცა ალბათ გექნებათ ნანახი, ფოტოები ამ ადგილიდან, ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის, როდესაც წყლით არის ავსე. ეხა არ გაგვიმართლათ ამწუხაროთ. და ამ საოცარი ადგილიდან შეგახსენეთ მეგობრებო, რომ ჩემი არხის სპონსორია და ჩემი დამზღვევია სადაზღვევო კომპანია Wizeri, რომელიც პირდაპირ ამბობს იმოქმედე თამამად და სწორედ ასეთ ადამიანებს აძლიერებს საზღვაო კომპანია Wizeri. ლაილაშიდან გეზით ცაგერისკენ ავიღეთ. სოფელ ორბელში შემოვედით ახლა და ძალიან მომწონს ამ სოფლის შემოსასვლელი. ხიდს რო გადმოივლით და ესე ორი ბელის ქანდაკება გხდება რა, ძალიან ორიგინალურია. ახლა აქედან გადავივლით ჩვენ უღელტეხილს და გადავალთ ცაგერში. და აღინიშნოს, რომ ძირითადი საავტომობილო გზა ლეჩხუმში საკმაოდ კარგია. ასე რომ ნებისმიერი მანქანით შეგიძლიათ ესწრუნოთ ამ კუთხეს. სანამ შემდეგ სანახაობაზე გადავალთ, ორი სიტყვა მინდა გითხრათ ჩემ რენო დასტერზე. უკვე მე-6 ეპიზოდს ვიღებ საქართველოში და ჩვენი უღალატო თანამგზავრია რენო დასტერი მთელი ამ ვიდეოების განმავლობაში. თუ მანქანის შეძენა გნებავთ მეგობრებო, პრემიუმ ლიზინგი გახლავთ, ჩემი არხის სპონსორი, რომელიც გთავაზობთ CSX 1000-დან 100,000 ლარამდე და გატანის საკომისიო აქვს 0%. აღწერაში იქნება ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უკავშირდეთ. ახლა კი წავედით აღმოვაჩინოთ ლეჩხუმის საუკეთესო ადგილები. როგორც კი გადმოივლით უღელტეხილს და სანამ ცაგერში შეხვალთ, შეგიძლიათ აქვე ნახოთ მწვანე თეატრი, რომელიც ესე ღია ცის ქვეშ არის და არაჩვეულებრივ გარემოში იმყოფება, როგორც ხედავთ. სანამ ცაგერში შევალთ, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, სულ ცოტა გვაკლია 9 მილიონ გამომწერამდე და მე გავემგზავრები ანტარქტიდაზე. Subscribe ღილაკი აი აქვე, დააჭირეთ და ეგ არის. ამოვედით ცაგერში. ცაგერი გახლავთ ლეჩხუმში ყველაზე დიდი ქალაქი, ადმინისტრაციული ცენტრი. ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა ლეჩხუმს მიაკუთვნებენ რაჭას და ანუ რაჭა ლეჩხუმს რაღაცა ერთკუთხედ მოიხსენიებენ, თუმცა ასე არ არის. რაჭა არის ცალკე და ლეჩხუმი არის ცალკე. და არის საოცრად მაგარი კუთხე და ამ ვიდეოთი ამაში დაგარწმუნებთ. აქედან ძალიან ახლოს არის ერთ-ერთი ტოპ სანახაობა ამ კუთხეში, ეს არის მწვანე ტბა და წავიდეთ ნახოთ. ცაგერიდან ქულბაქის ტბამდე 20 წუთის გზაა. გზად კი ერთი ჯადოსნური ადგილი იმალება, რომლის შესახებაც ბევრმა საერთოდ არაფერი იცის. ქულბაქისკენ, მწვანე ტბისკენ მიმავალ გზაზე უნდა გაჩვენოთ ერთი საოცარი ადგილი, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერტკი შეამჩნიოთ, ეს გზა ისე გაიაროთ. Hidden gem-ია რა ერთგვარი, რუკაზე არაფერი აღნიშნული არ არის. აგერ დენის ბოძებს ხო ხედავთ? 66 ნომერთან გაჩერდით და შებრძანდით პირდაპირ ტყეში. ყველაზე საოცარ ადგილებს ზოგჯერ რუკაზე ვერ იპოვი, რაც კიდევ უფრო მეტხიბლს ძენს აქაურობას. ასეთი უნიკალური ეკოსისტემა იშვიათია. ეს მართლაც ჯადოსნური ტყეა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური და სანახაობრივი ადგილია ლეჩხუმში. ტყიდან სულ რაღაც 3 წუთს გაივლით მანქანით და კიდევ ერთ ზღაპარში აღმოჩნდებით. ეს ქულბაქის მწვანე ტბაა. ტბა, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულად ლამაზი და სანახაობრივია. ამ კონკრეტულ მომენტში სამწუხაროდ მთლად ისეთი მწვანე არ არის ტბა, იმიტომ რომ ვერ დაგვემთხვა კარგი ამინდი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან სანახაობრივია აქაურობა. და ამ სანახაობას კიდე უფრო შთამბეჭდავს ხდის აი ეს შემოდგომის ფერები, რომელიც იშლება ჩვენს თვალწინ. ზოგადად ლეჩხუმი ძალიან დაუფასებელი კუთხეა, თუმცა სულ ტყუილად და იმედი მაქვს, რომ პატარა წვლილს მაინც შეიტანს ეს ჩემი ვიდეო აი ამ კუთხის უფრო მეტად წარმოჩინებაში და განვითარებაში. საკმაოდ ბევრი სანახაობრივი ადგილი აქვს ამ პატარა კუთხეს, ამიტომ იმსახურებს გაცილებით მეტ მნახველს.
ამ საოცარი ადგილიდან ჩემი არხის მეგობარი კომპანიის სტუდიო ლიბერტის შეთავაზება უნდა გაგაცნოთ. სტუდიო ლიბერტი ამჯერად აზიურ თავგადასავალს გიმზადებთ და გეპატიჟებათ შრი-ლანკას 11 დღიან დაუვიწყარ მოგზაურობაში. ტურის თარიღები 29 ნოემბერი 9 დეკემბერია. დეტალური ინფორმაციისთვის კი ესტუმრეთ მითითებულ ვებგვერდს. აქ არის კიდევ საკალმახე მეგობრებო. ანუ შეგიძლიათ ამობდანდეთ კალმახი მიირთვათ აქვე ადგილზე. უამრავი საპიკნიკი ადგილია და ნუ გარემო რო ზღაპრულია, ამას ჩემი საუბარი არ ჭირდება ალბათ დამეთანხმებით. ეს არის აქვე დაჭერილი ახალი კალმახი. კარგია. ასე გემრიელად თევზი კაი ხანია არ მიჭამია მეგობრებო. საოცარი კალმახი იყო და აქედან მოდი გადავინაცვლოთ და ვნახოთ ლეჩხუმის ყველაზე, ხო, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა, რაც აძლევს ლეჩხუმს იმ დიდებულებას, რაც აქვს. და ეს არის ხვამლის მთა. ხვამლის მთა არის ადგილი, სადაც ლეგენდები და რეალობა ერთმანეთს ხვდება, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. ხვამლისკენ მიმავალ გზაზე პატარა შეფერხება გვაქვს მეგობრებო. ბიჭო, გაეტევა მე მგონი აქ. აბა გავიდეთ. ამოვედით ხვამლის მთაზე, ეს არის საპარკინგო ზონა და აქედან უკვე ფეხით უნდა გავუყვეთ დაახლოებით 9 საათის გზა წმინდა გიორგის ეკლესიამდე რა. აქამდე გზა მოდის იდეალური, ნებისმიერი მანქანი შეგიძლიათ ამოხვიდეთ. ეხლა მაინც და მაინც კარგია მინდი ვერ დაგვემთხა, როგორც ხედავთ, წვიმს, ნისლია, მაგრამ მაინც ავალთ ბოლომდე იქნებ გაგვიმართლოს ამინჩი რა. რისიც ძალიან მეეჭვება. დავსძენ აქვე. რასიცივი, აი, რადიკალურად განსხვავებული ჰავა, ეხა აქ და განსხვავებული იყო ქვემო. პარკინგზე იყო სადღაც 6 გრადუსი, აქ ხდება. ამიდის პროგნოზ არ დაუჯეროთ მეგობრებო. თქვენ დაუჯერეთ და აგე აი ცოტა რა 15 წუთი და წესით გამოვა რა უკვე. ჰა? გამოვა წესი. ხო რაღაცა სპენდილია. ლოცვით უგვით მიშვენის ახლა რა თქმა უნდა. ჩი გამოიდარეთ. რა ვქნა? აი სულ. რაოსო, თოვას იწევს. და თოვლი მოდის, ხო? ამლის ფასე დაფიბინა დრობს. მოგონი ძალიან ცუდი ამინდია. აქ ჩაოლებრივი ზამთარია. არა და შემოდგომა ჯერ. რა კარია. ამოვედით. აი როგორც ხედავთ, სილუეტი ჩანს ეკლესიის. სუნისლშია დაფარული მთელი ხვამლის მთა, ნახეთ. საერთოდ არაფერი არ ჩანს. ეს ეკლესია. მაინც ამოვედით მეგობრებო, როგორც ხედავთ, საერთოდ არაფერი არ ჩანს. ჩემს უკან არის საოცარი ხედები და კარგ ამინჩი წარმოიდგინეთ, აქედან შეიძლება შავი ზღვაც კი დაინახოთ. ეხლა ვიდეოში არ ჩანს, თუმცა ჩვენ გუშინაც ვიყავით აქ. პარკინგამდე მოვედით. რაც უდი ამინდის გამო აღარ ამოვედით. დღეს კიდე იგივე გავაკეთეთ და ბოლომდე მოვედით, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ამინდი. მოკლედ არ გვიმართლებს 2 დღეა სამწუხაროდ ვერ გადავიღეთ ხვამლის მთა. ხა არის ოქტომბერი. ხელებს ვეღარ გვხვდობ რა, აი გამიყინა ხელები, ისე ცივა აქ. ცოტა ხანი შევალთ, აქვე არის პატარა ეკლესია. შევაფარებთ თავს და მერე დავუშვებით ისე უკან. აი ესე გამოიყურება ეკლესია შიგნიდან. რა გაეწყობა მეგობრებო? უნდა წავიდეთ უკან, იმიტომ რომ არაპირებს ამინდი გამოსვლას. და ისე გამოვიდა რომ ტოპ სანახაობა ლეჩხუმში ვერ გადავიდეთ. 2 დღეა მოვდივართ და არ გვხდება ის ამინდი, რაც ჩვენ გვინდა.
ძალიან გული მწყდება, თუმცა რას ვიზამთ, ბუნებას წინ ვერ დაუდგებით. ბუნება მესამე დღეს შედარებით მშვიდი ჩანდა. ამიტომ ბევრი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ კვლავ გვეცადა ბედი და ისევ ხვამლის მთისკენ ავიღეთ გეზი. ცდა მესამე მეგობრებო, გათენდა მესამე დღე და ისევ მივდივართ ხვამლის მთაზე. ანუ რა ჩამოვედით ლეჩხუმში ყოველ დღე დავდივართ ხვამლის მთაზე იმ იმედით, რომ ამინჩი გაგვიმართლებს. და ესე აი ხან ნისლია მე რაღაც მომენტში მზე გამოდის, აი არ ვიცით რა 50-50-ია რა დაგხვდება ზემოთ, ნახოთ. დავადექით ისევ ხვამლის მთის ბილიქს. მესამე ცდაზე მოვდივართ, თუმცა არ ვიცი, იმედის მომცემი არ არის ეს ყველაფერი. რაც უფრო ზემოთ ამოვდივართ, ნისლი უფრო იმატებს. გუშინდელივით წვიმა და ქარი არ არის, მაგრამ ნისლს მაინც ვერსად გავიქცეთ. ამოვედით ისე ეკლესიასთან და ნახოთ რა დაგხვდება. გვექნება თუ არა რაიმე ხედები აქედან. ოპა, ბიჭებო, მე მგონი რაღაცა არის. ოტო, გვეშველა. აუ, რა საოცარია, ნახე მეგობრებო. თითქმის თოვლია რა. ამა შეხედეთ. ოქტომბერია. გაითვალისწინეთ. გადათეთრებულია აქაურობა. მაინც მოვახერხეთ რა. აუ, რა საოცრება, ბიჭო, როგორი მისტიკა. აუ, ძალიან ვიხარია. მეგონა რომ დღესაც არ გაგვიმართლებდა. ნახე, მთებიც ჩანს. მწვერვალები. სხვათა შორის აქედან ნახევარსაათში არის ხვამლის მთის მწვერვალი, სადაც ჩვენ ახლა ვერ ავდივართ, იმიტომ რომ ნისლია იქით მხარეს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ახვიდეთ და ისე ამოვნოთ ბევრად კარგ ამინჩი. ესე გამოიყურება ეკლესია ცოტა შორიდან და ნახეთ რა მაგარი ხედებია. საოცრება ხვამლი. და იქ ცოტა მოშორებით. ეხა ღრუბელი ეფარება, იქ ჩანს ადამიანის პროფილის ფორმა აქვს კლდეს. ძალიან მაგარი სანახავია იქიც. და ამ საოცარი ადგილიდან მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ცაგერის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს, რომელთა დახმარებით ჩვენ გადავიღეთ ეს არჩეულებრივი კუთხე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ლეჩხუმს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ესტუმრება და მოინახულებს იმ საოცარ ადგილებს, რაც გაჩვენეთ ამ ვიდეოში და ბევრი რაღაც კიდევ ვერ გაჩვენეთ, კიდევ უფრო მეტს მალავს ეს კუთხე. ხო, ჯერ არ დამთავრებულა ჩვენი ვიდეო, წინ კიდე ერთი საოცარი ადგილი მოვიტოვეთ. წავედით საირმის სვეტების სანახავად. საირმის სვეტების პარკინგთან მოხვალ თუ პრობლემოდ გზა მოდის იდეალური და აქედან უნდა გავუყვეთ ახლა საფეხმავლო ბილიქს. ასეთი მშვენიერი ბილიკი მიდის და როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზია აქაურობა. სურათავი დავანებოთ საირმის სვეტებს, გარემო არის ზღაპრული რა და სეირნობაც მაგრად გაგისწორდებათ აქ მეგობრებო. ციწყნარია, სიმშვიდეა და ლამაზი ბუნება გარშემო. ეხლა ვაპირებთ აი იქ ერთ-ერთი კლდის თავზე ადის ბილიკი. ხოდა ვაპირებთ რომ ავიდეთ და იქიდან გადმოვხედოთ სვეტებს. როგორც ხედავთ, 2.5 კილომეტრი გვაქვს გასავლელი და ახლობით საათი და 20 წუთი დაგვჭირდება რომ ავიდეთ და გადმოვხედოთ პანორამულ ხედებს. აი ესეთი გზა მიდის მეგობრებო და უნდა ავიდეთ აი იქ, წარმოიდგინეთ. აი ამ კლდეს მე შემოვაროთ ესე წრე და იქ უნდა ავიდეთ.
საათნახევარში ამოვედით მეგობრებო და გაჩვენებთ ხედებს აქედან. აქაც აწერია არ უნდა მიხვიდეთ ახლოს გადასახეთთან, იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა რა, აქედან ჩავარდი შარია. და აი აქედან უკვე გვაქვს პანორამული ხედები საირმის სვეტებზე. ანუ ბევრად განსხვავებულია ვიდრე ქვემოდან ვნახეთ. ამიტომ თუ მუხლი გერჩით ამოდით და ისიამოვნეთ აი ამ ხედებით. ამ არაჩვეულებრივ ფონზე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის შემოქმედს სოკარს და რაც ყველაზე მთავარია უღრმესი მადლობა თქვენ ჩემს მაყურებელს, იმიტომ რომ თქვენ გარეშე არც ეს არხი არსებობდა და არც ეს ვიდეოები. იმედია ისიამოვნეთ ამ არაჩვეულებრივი კუთხით, დაგემშვიდობებით, შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. ამ ვიდეოს წერეხა მემორისთვის. ხამის პირველი საათია, ჩამოვედი. 8 დღეა გადაღებებზე ვართ და ყოფილი ვარ სახლში და აი ეხა ერთი სული მაქვს, როდის ავალ და ჩემს ბავშვებს როდის ვნახავ. აი ვერ აგიხსნით ამ გრძნობას, აი ტანში მივლის ჟრუანტელი სიამოვნებისგან რო წარმოვიდგენ, როდის ჩავეხუტები ანიტას და დანის. აი ამ გრძნობას არაფერი არ ჯობია დედამიწაზე. და მინდა რომ ცხოვრებაში ყველამ გამოცადოთ ეს გრძნობა. ყველას გისურვებთ ამას. და მინდა რომ ეს ვიდეო დარჩეს ისტორიას. ეხლა არ უყურებენ ჩემი შვილები ჩემ ვიდეოებს, მაგრამ რომ გაიზრდებიან ნახავენ და აი ამ მომენტს რომ ნახავენ, იცოდეთ რომ ერთი სული მქონდა, ეხლა როდის ამოვიდოდი თქვენთან და როდის ჩაგეხუტებოდით. იმაზე მეტად მიყვარხართ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ყველაფერს ესაც ვაკეთებ თქვენთვის, ეს მინდა რომ იცოდეთ, რომ გაიზრდებით მერე.